ვინ გათვალიერებთ სოციალურ ქსელში, მოდით ეს თემა განვიხილოთ, მესიჯი ყველასთვის იქნება, მაგრამ არა ყველაფერი გაითვალისწინეთ. მე შევეცდები განვმარტო და დასკვნები თქვენთვის მომინდვია. სისტემატიური სახე ის, ვინც გათვალიერებთ, უფრო სწორედ ვინებიც. აქ არის ერთი ქალი და ერთიც მამაკაცი. დანარჩენი სხვები უბრალოდ მაყურებლები არიან ცნობის მოყარეობის ხარჯზე. ახლა რაც შეეხება მამაკაცს, ვინ შეიძლება იყოს. განამთიელი ნამდვილად არ დაინტერესდებოდა თქვენი აქტივობებით, ხო? ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ის პირია, ვისთანაც ურთიერთობაში ან უკვე იყავით, ან ხართ ისევ, მაგრამ მაინც უფრო იყავით. წარმოიდგინეთ, რომ მან არ გაამართლა თქვენი იმედები. ჯერ კიდევ არის რაღაცის იმედი. შერიგების, აღდგენის და ასე შემდეგ. აქ არის ზუსტად ძაღლის თავით დამარხული, თუ რატომ გათვალიერებთ ასე მონდომებით. ამის ახსნა მარტივი არის. სათქმელი დარჩა. შეკითხვები აქვს და ეს აწუხებს. ვერ დახურა თქვენთან არსებული თემა. ვერ ივიწყებს იმ სათქმეს, რაც შიგნით აქვს დაგროვებული. პლუს ამას დავამატოთ ცნობის მოყარეობა, რომელიც მოიცავს რას? ვინმე ხომ არ ყავთ. ის, ვინც მის ადგილს ჩაანაცვლებდა. ბევრი თქვენთაგანი იტყვის, როგორ მათვალიერებს დაბლოკილი მყავს ან დაბლოკილი ვყავარო. ასეთ შემთხვევებშიც გვაქვს ხოლმე ახსნა. თუმცა ყოველთვის არა. წარმოიდგინეთ, რომ მეგობრებში გყავთ დამატებული ვინმე, დაუშვათ ელეონორა და სინამდვილეში ის ელეონორა კი არა, გიორგია. ჯამში მთავარი შინაარსი მის თვალთვალში არის სათქმელი და ეს სათქმელი არის და ცნობის მოყარეობა გამოჩნდა თუ არა მისი შემცვლელი. ახლა რაც შეეხება ქალს, დავაზუსტოთ კიდევ. მისი ინტერესები სრულებით განსხვავდება. აქ უფრო ვიღაც დამკვირვებლის თვალებით გიყურებთ. ყველა მილიმეტრს თუ სანტიმეტრს აკვირდება თქვენს პიროვნებაში. ეს უფრო მეტოქის გადმოსახედიდან გიყურებთ. ჯობი ხართ თუ არა მას და თუ ჯობი ხართ რითი. ვიტყოდი მის დამოკიდებულებაზე ეჭვიანობას, რომელიც თქვენით არის გამოწვეული. ალბათ ვიღაც ისეც მოსწოხართ ან უყვარხართ, რომელიც მასაც უყვარს, რადგან ძლიერ მეტოქეთ ხართ აღქმული მის თვალში. და სხვათა შორის კიდევ არის ერთი პირი, ესეც უნდა დავაზუსტოთ, ადამიანი, რომელიც ასევე აქტიურად გათვალიერებთ, მასთან გაქვთ ასაკობრივი სხვაობა. თქვენ დიდი ხართ, ის პატარა არის. აი, ეს დიდი ცნობის მოყარეობით გადევნებთ თვალს, აღტაცებული და აჟიტირებული. ჯამში გამოვიდა სამი პირი. ვინ არის, ეს უკვე თქვენ თვითონ ამოიცანით. პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 16 73 53. ძალიან გთხოვთ, ნუ მირეკავთ, მომწერეთ და გიპასუხებთ.